დავიწყეთ აბა, მეგონი ლაივში ვართ. ისმის პაუზა. სალამი ყველას. მოკლედ. თუმცა შესავალს გავაკეთებ. დღეს ავირჩიეთ სასაუბრო თემად, რა თქმა უნდა ეს ერთი ლაივი όμως არ ეყოფა და ბევრად უფრო მეტი გადაცემა დაჭირდება, მაგრამ ყველას გვაწუხებს მერის არქიტექტურის სამსახური, მასთან ურთიერთობა, პრობლემები, რაც ამ მხრივ დგას ჩვენ სფეროში და მინდა რომ დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე. მაგრამ სანამ უშუალოდ ბევრამდე თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა შევეხო მაინც წინა საკითხებს კონკურსებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში, იუნესკოში გვაქვს წერილი მიწერილი და ველოდებით გამოხმაურებას მათგან. გარდა ამისა, გიორგი დათიაშვილმა ჯგუფში გააკეთა წერილი კავშირთან მისაწერი წერილი დაგუყო, სწორედ და ითხოვეთ ჯგუფის წევრების გამოხმაურება და მუდმივად არის ხოლმე ჯგუფში ესეთი დამოკიდებულება, რომ ბიჭებო, მაგრები ხართ, მიდით, თქვენთან ვართ და საბოლოო ჯამში არის აი ეს მდგომარეობა, როდესაც აი ამ წერილზე რეაქცია ფაქტიურად არის ძალიან პატარა. თუ ვინმეს გააქვთ ის პოზიცია, რომ თქვენ მიუღებელია ვთქვათ წერილი ან კავშირთან ურთიერთობა, ხო? დაწერეთ ესეთ პოზიცია არის და დააფიქსირეთ, ხო? მარტო ის რომ მიდით და აბა გააკეთეთ, აგერ იწყებს ადამიანი და აბა თუ ვინმეს მხარდაჭერის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ რომ ამოვდგეთ ყაში. ეს რაც მინდოდა რომ მეთქვა ორი სიტყვით კონკურსებთან დაკავშირებით. კი, მეც ორი სიტყვას ვიტყვი დავით ახმოვიპავლეს, ხო, რაღაც ინიციატივა წამოაყენა ჩვენო კოლეგამ და ან ხარში უნდა დაუდგეთ, ან არ დაუდგეთ, მაგრამ რაღაც 350 კაციდან 12-15 მაგაცმა რაღაც რეაქცია გამოვლენა, ცოტა ტეხავს ხო, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თუ მინდა რომ რაღაც ჩვენი გარემო შევცვალოთ და უკეთესობისკენ შემოვატრიალოთ, 300-დან 15 კაცი ამას ვერ იცავს ნამდვილად, ხო? იმიტომ რომ რაღაც ჭირდება ძალა ჭირდება და ერთად მომჭირდება თორმეტი არაფერი. ნამდვილად. ხო, კიდე დავამატებ ესა ჩვენი მეხუთე გადაცემა, მას თანმიმდევრ მეხუთე ლაივი ასე რომ ვთქვათ. ხო, ანუ კონკურსების თემას რა თქმა უნდა არ შევშვებივართ, უბრალოდ რაღაც პატარა პაუზა ავიღეთ, სანამ ველოდებით პასუხებს, როგორც ყავენ თქვა იუნესკოდან, ასევე აი წერილს გამოხმაურება მოყვება კავშირის მხრიდან, ის სხვა თემა, კიდე სხვა რაღაცებსაც ვაპირებთ, მომავალში ალბათ გახდება ცნობილი და სპოილერად ხო პატარაზე. ხო, არა, პატარა სურპრიზის პატარა სურპრიზი შევქმნათ მოლოდინი ასე რომ თქვა და კიდე ვაპირებთ რომ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი გადაცემების შინაარსი, არ იყოს მარტო კრიტიკა და რაღაც ვაიმე რაც უდღეში ვარ და რაღაც სხვა ინფორმაციებიც ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს საქართველოში, ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს სფეროში, ასე რომ გეგმავთ რომ გავაფართოვოთ უფრო ეს სტუმრების და თემების შინაარსიც და თუ ვისაც რამე სურვილი გაქვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ან რაღაც ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ, დავიკავშირდით და რა ვიცი ამონებით შეგვიძლია კარგი იქნება თუ ყოველდღე მოხდება ასეთი ტიპის გადაცემები და რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ჩვენ გადაცემებში, კარგი იქნება. ნუ მარტო 30 კაცი ძალიან ცოტა ხო არქიტექტორი ვარ რაღაც 500 მაინც ვარ, ხო? ვინც ამ Facebook-ში არის ისე ტრიალებს და ზოგი ბოლს უშვებს, ორთხს უშვებს რაღაც ზგინებით აქ და ზოგი კიდე რაღაცა და ან თუ ვისაუბრებთ, აი იქნება რომ მე რაღაც ერთიანი გუნდი ჩამოყალიბდეს, რომ ეს ხაზზე ვინავართ და ასე. და ეხლა ჩვენ სტუმარზე თქვი, ეგ კიდევ ერთ ვიტყოდი. ველოდებით ჩართულობას მაქსიმალურად, იმიტომ რომ როდესაც თქვა ჩვენ კოლეგებს ხვდებით, ყოველთვის არის ერთი და იგივე დამოკიდებულება იწყება მუდმივად საუბარში ამ თემასთან. რა პრობლემებია ჩვენს დარგში, რა პრობლემებია ვთქვათ მერიასთან ურთიერთობაში და ზუსტად როდესაც ამ თემაზე საუბარი, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, დასვით შეკითხვები, ვთქვათ ვისაუბროთ იმაზე, ვინ შეიძლება იყოს მომავალი მოწვეული სტუმარი, ვთქვათ შეიძლება ეს იყოს მერიდან ვინმე, ანუ კონკრეტული არქიტექტორების მოსმენაც საინტერესო იქნება და ან თუნდაც თქვენ თუ მოგინდებათ დღეს ჩართვა, შეგიძლიათ მოიწეროთ, ან რაღაცის თქმა კონკრეტულის და ერთს დავამატებ პავლე, რომ კარგი იქნება თუ ეს კომენტარები დაიწერება +1-ის გვერდზე და არა ან ჯგუფში ან სხვაგან სადაც გაზიარდებენ ყველას
ანუ ხო ეს ორიგინალი ვიდეო რომელიც არის რა პლუს ერთი გრუპ რომელიც აზიარებს ამას ხო იმიტომ რომ ყველა კომენტარს ხალხს ვადევნებ უნებელია რა მეგონი ასე ჯობია კაი ახლა ხატია მოიწერა ამოცობაში ხმა ცუდად ისმის ხმაურიაო ხატი ალბათ უგასწორდა მითხარი რა ვიცი მე ცოტათი სალის ახლა ანუ ახლა ამას ვერ შევასწორებ ალბათ აი ჩვენ ჩავხოთ ხო ჩვენი სტუმარი რობი გეტიაშვილი არქიტექტორი და გამარჯობა რობი გამარჯობა მეგობრებო კოლეგებო ყველა კოლეგას მივუცალმები ვინც გვიყურებს ისო ჯანმრთელობას აუცილებლად როგორ ხარ ამ კარანტინში მე ნორმალურად იმიტომ რომ ისედაც კარანტინის პირობებში ვმუშაობდი სახლის ოფისი მოხდა თქვა და მაინც არ მიგძნია თვითონ საქმე თუ არ ვიზნო. მე იმდენად გარემო არ შემიცვლა. საქმე მიგძნო მეკითხით რომ შენელებულია ბევრი რაღაცა შემცირებულია და პლუს სიახლეები გვაქვს მერიისგან 255 დადგენილების სახით რომელიც ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა თან ამას ადაპტაციისთვის. რავი, ამდენად ეხა ის მოვახერხებთ სწრაფად ავუღოთ ალღო რას ფიქრობთ თქვენ ამ დადგენილებაზე? მე პირადად ჯერ პროექტი არ გამიკეთებია ამ მომენტში. ხო, პროექტი მე ჯერ არ გამიკეთებია, ისე დაემთხვა რომ არ შევედი ჯერ, ნუ მიმდინარე ესკიზები რაც მაქვს, მაგ ეტაპზე არ მივედი რომ საინჟინრო ქსელები და ის დაუკვეთო და ბოლომდე არ ვარ გარკვეული რა ტიპის და რა ფორმით უნდა მივატოვოთ ეს სამსახურს. დაშიზეც ვათვალიერებ თქვათ მიმდინარე პროექტებზე ვერ პოულობ, იმიტომ რომ ეს ახალი დადგენილება ეხება 3 დეკემბრის მერე გაცემულ მიწისნაყოფის პირობებს და ჯერჯერობით ძველი გაპებით მიდის ობიექტები და არ მომხვედრია თვალში ხლიანი პაკეტი, ასე ვთქვათ, ამ პროექტის და ძნელია ეხლა ვივარაუდოთ რაღაცეები, ან რამდენად ეს რთულია, აი რამდენად საჭიროა ესეც თეთრ ეს შეკითხვაც კი არ დასმულა. ყოველ შემთხვევაში რაღაცა კატეგორიის ობიექტებზე ჭირდება ჩვენ ვთქვათ მეორე კლასის ერთო სახლზე საინჟინრო ქსელების პროექტის შეთანხმება, რავი, აი ესეთი დისკუსიები რომ წარმოიშვას რომ ფონდეს ან სამსახურმაც კითხოს ადრე არ იქნება ცუდი. ორი სიტყვით მეც მოვიძიეს ინფორმაცია დღეს რა ხდება როგორ ხდება ერთი ისაა რომ არქიტექტურის სამსახურზე ამაზე ინფორმაცია არ დევს, ანუ მაგალითად გაპის ან პროექტის შეთანხმების მოთხოვნა რო გავაკეთე, იქ ჩამონათვალი ისე ძველია, რაც ადრე იყო, ხო, უბრალოდ შემდეგ მერის სამსახურში გამიმართეს, რომ ჯერას არ ასახულა მოთხოვნებში, თუმცა აი კოდექსით ეს 255 რო თქვი მუხლით შევიდა, რომ მეორე კლასის ობიექტებისაც კი უკვე ჭირდება შეთანხმების სტადიაზევე კონსტრუქციული ნაწილი, წყალი გათხოვო ვენტილაცია და მოყვება შორის ბოდიში აი კონსტრუქციულზე დავრეკე მეცხრე ხაზი და მეორე კლასს არ ეხება. ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურ ხასიათობასთან კონსტრუქციული არ ეხება. მესამე მეოთხეს ეხება. ხო, ნუ ახლა სახლი შეიძლება მესამე კლასის იყოს, ხო? ხო, აი გაუგებრობებია ჯერჯერობით. ხო, ცოტა ეგეც საკამათო საკითხია. ველიც არ არის, რომელშიც უნდა აიტვირთოს ეს ყველა დოკუმენტაცია, როგორც ვხვდები, უნდა აიტვირთოს დამატებით ველში ერთად სულ ყველაფერი. ხო, ეს დაალაგდება. ანუ გეგმებზე უნდა ნევებად. ხო, არ ვიცი ზუსტად და თან რა არის, იცი ყველაზე ცუდია ის ძირითადად რასაც ვაწყდები მედიასთან ურთიერთობაში რა. როდესაც რაღაცა ცვლილებაზე არის საუბარი, ამას ვეჯახებით პირდაპირ შუბლით, როდესაც პროექტს ვტვირთავთ უკვე მერიაში. მანამდე არ კეთდება ესეთი განცხადება, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი არქიტექტურისათვის, რომ ნახოს არქიტექტორმა, რომ აი ეს ცვლილება შემოდის აი ამ რიცხვიდან. კი, სულ აქვს მე ეს კომენტარი, იცით რა, საიტზე იდო და მე რომ ნახულობ მართლა იდო საიტზე, მაგრამ როდესაც თბილისის მერის საიტზე დევს 1000 ინფორმაცია და შენი არქიტექტურის შესახებ ერთი ინფორმაცია, რომელიც გადაფარულია მე ძალიან ბევრი სხვა ნიუსით, არ გაჩანს. მე არ მაინტერესებს ახლა იქ დასუფთავების სამსახურმა რა გააკეთა ვიღაცისთვის საინტერესო ალბათ, მაგრამ ჩემთვის არ არის, ხო, ჩემთვის თავია არქიტექტურული საკითხი. ამიტომ არ ვაქცევ ყურადღებას იქ რა იწერება და საბოლოოდ ჯამში გვაქვს ეს პრობლემა, რომ აი ეს 252-ს სანამ ერთ პროექტზე არ დავიწერეს ხარვეზი, მანამდე არ ვიცოდით რომ თურმე თბილისში მოქმედებდა. ჩვენ საერთოდ მეგონა რომ ეს როდესაც 10 წელი კოდექსის შემოღება თბილისში გადაიდო,
გადაიდო ეს მოთხოვნები 252-15-ი. თუმცა აღმოჩნდა რომ ესე იგი გადაიდო სერტიფიცირების საკითხი. პავლე, აქაც კი პასუხებ, თუმცა ალბათ შენ ხვდები სად მიდის ეს შენი პასუხი რა, იმიტომ რომ ეს გამოიწვია კოდექსმა, ხო? ეს მუხლის ამოქმედება და კოდექსი ძალიან ბევრჯერ უნდა ყოფილიყო განხილული ჩვენს პროფესიულ წრეში. ეს ალბათ ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა და გადასცა შესაბამის პროფესიულ გაერთიანებას, რომ ეს კოდექსი განგვეხილა ჩვენ არქიტექტორებს, გამოგვეთხვა შენიშვნები და შემდეგ მიგვეწოდებინა ეს შენიშვნები. ნუ გასაგებია რომ პროფესიული ორგანიზაცია არის კავშირი და იქ რამოდენიმეჯერ დავესწარი მე ამ განხილვას, მაგრამ სათაურზე მსჯელობის შიგნით არ ჩავსულობთ ის ვერ მივხვდი რაზე იყო ლაპარაკი. ნუ ძალიან არეული იყო და საბოლოოდ გამოვიდა ეს კოდექსი დაწერა იურისტმა, ობა ყალიჩავამ და ნუ დაწერა და ხა არქიტექტორმა შენიშვნები თუ არ მივაწოდეთ, ჩემ თავზეც ვიტყვი და ყველაზე, ნუ გამოვა კაიხანი ამაზე მსჯელობა მიდის ამ კოდექსზე მე მგონი არ ვიცი ძალიან დიდი ხანია 10 წელიც არის ამაზე ლაპარაკი მიდის და რომ უნდა მივიღოთ და აი ერთიანობა რო არა გვაქვს და აი ესე დაცაცულად ახლა პროექტებიდან და ვინმე ამ შუალედური მომივა რომ აიმე გასაკეთებელი მქონია თუნდაც წყალკანალიზაციის პროექტი მე ვეჯახებით რეალობას და აი ირინა დაწერა კომენტარი მე დამკვეთისათვისაც ძნელი ასახსნელი არის რატომ არ უთხარით თავიდან რომ რაღაცა იყო გასაკეთებელი დამატებით ხო ნამდვილად მუდმივად არის ეს პრობლემა რომ მე თავის მართლების პოზიციაში ვიყავართ არქიტექტორები დამკვეთის მიმართ რომ არის იცით რა ეხლა შეიცვალა არ ვიცოდით და ასე შემდეგ და რა და ესეც რაღაცა ისევ ჩვენი უნიათობის ბრალია ალბათ რომ ვერ ვახერხებთ რომ რაღაცა მოახერხოთ ოდიში პავლე აი რაც თქმა უნდა, იცი შენ სწორედ აღნიშნა, რომ აი ინფორმირება რაღაცა დოდით სამსახურმა უნდა მოახდინოს ჩვენი. ეს ჩვენი სამშენებლო არქიტექტურული სექტორია, ეკონომიკის შესაძლო ძალიან დიდი ნაწილია. მე მგონი ვიმსახურებთ, მივვითხოვოთ ეს კონსაკრებლისიც გაიზარდა, დედანხობების სამსახურმა სანქციებზე გაზარდა, ნუ ბიუჯეტი გაიზარდა ჩვენი სექტორის ხარჯზე და რაღაცა ცოტა მეტი ყურადღება ინფორმირების კუთხით, რომ მიექცეს ამ სექტორს, არ იქნება ცუდი. ან რამე კონფერენცია გააკეთონ, ან რაღაცა ის პრეზენტაცია გააკეთონ რაღაცა დაგვიძახონ, მერე ჩვენ გავალდებთ დისკუსიას. როდი მოვახდინოთ თავშად კრიტიკული ის რაღაც აზრების გამოხატვა. რობი ერთ კითხვას დაგისმევ ახლა, რაღაც ვიცი ესე ხშირად გაქვს ხო პროექტის შეთანხმება და ურთიერთობა არქიტექტურის სამსახურთან და როგორ გონი, ანუ ძალიან ჩაკეტილი ხო არ არის ეს სამსახური, აი არქიტექტორების ძალიან ცალკე ხო არა ეთქვა, აი რაღაცა ხარვეზი რომ მოგდის, ისეთი რაღაც მოგდის, რომ აი არ მომწონს და მორჩა, ან ეს არის დარღვეული, მაგრამ რა დარღვეული, ანუ კომუნიკაცია არის დარღვეული, ხო აი ჩვენ საგანო აი ეს ინტერაქციის პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა, ხანდახან არის, რომ აი სუოდნავი გასაუბრებაც მოაგვარებს პრობლემას და არჩევი უნდა ელოდო, რომ რაღაცა ეს შედეგი ბოლომდე დაინახო. და ეს საბოლოოდ ხო ყველაფერს ააფერხებს, ხო ისევ ეკონომიკასაც აფერხებს, იმიტომ რომ მშენებლობა ყავდება და ყველას ინტერესი არის და თვითონ სამსახურმაც აი რაღაცა გზა რო გამოძებნოს უფრო მეტი ეფექტური ურთიერთობისთვის ეს შეტყობინების ფორმა მეტნაკლებად მუშაობს და უშუალოდ ხელხაზზე ურეკავთიდან ვაგებინებს და ესეც გარკვეულწილად მუშაობს, მაგრამ არის მომენტები რომ აი და რაღაცნაირად გასაუბრება მოხდეს და ერთს დავამატებ, იგივე არის მაგალითად როცა გავაქვს თუნდაც კულტურის და ძეგლთა დაცვის საბჭოზე, ან ეგეთ საბჭოებზე ჩვენი პროექტი, იქიდან მოდის როგორც ხო არის რამდენი 10 წევრია თუ რამდენიც არის, სახელი და გვარებიც არ წერია, ხო ამ წევრებს წერტილი წერია ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება, ანუ პასუხისგებლობაც დაკარგულია საერთოდ იურიდიულად ისე არის გამართული, რომ ვერ გაიგებ ვინ გელაპარაკება, ვინ არის ამის პასუხისგებელი უარს რო გეუბნება ან თანხმობას ვინ გაძლევს, თუ ბოლოსში რაღაც სამსახურის უფროსია რაღაც, მაგრამ აი ძეგლთა დაცვის საბჭოზე საერთოდ გაუგებარია იქ ვინ არის, ვინ მისცა თანხმობა ამ ზოგ საშინელ შენობას რომელიც მე დავიდა ვერ გებულობთ, ანუ დაკარგულია ეს ინფორმაცია, ხო რაღაც კომუნიკაცია არის დიდი პრობლემები კი ისე. ესეთ რამეს ვიტყვი რომ მე ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა ჯერ კიდევ როდესაც არქიტექტურის სამსახური მარჯანიშვილის მოედანზე იყო კავშირი სადაც არის მშენებლობაში და მაშინ ეს ალბომებით როცა შემქონდა პროექტები 4 ალბომია მობეჭდილი
მე მახსოვს როგორ გვიბარებდნენ ხოლმე, მე მაშინ ასისტენტი ვიყავი და თავარ არქიტექტორთან ერთად და მივდიოდით. ამ ალბომებს გვიხსნიდნენ, ანუ ჭრიდნენ ამ ბეჭედს, რომელიც იყო დარტყმული ხოლმე, უკან ვატანდნენ, გვეუბნებოდნენ რა იყო ხარვეზი გაგვეწყორებინა, იქ მიდიოდა დისკუსიათან. ვინც იყო შემსრულებლები ხო მახსოვს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც უკვე მედიაში აღარ მუშაობენ, მაგრამ თავიანთი პრაქტიკა აქვს და საკმაოდ ცნობილი არქიტექტორები არიან დღეს. და ეს ადამიანები თავისი გამოცდილების საფუძველზე ამას გვეუბნებოდნენ, გვირჩევდნენ რაღაცა ჩვენ ეუბნებოდით, ვიმტკიცებდით, რომ სწორი იყო ჩვენი პოზიცია, ვთქვათ, ისინი გვესმიდნენ და ამ გახსნილ ალბომებს გვატანდნენ, რომ უკან ის ფურცლები ჩაგვედო, რომელიც იყო ამ შესაძლებელი და არა ის რომ თავიდან დაგვებეჭდა ეს ალბომები. აი ესეთი კომუნიკაცია იყო ჯერ კიდევ 2007 წელს. კი, თავისებურად თვითონ რთული ეს ელექტრონული ხო ძალიან კომფორტულია, მაგრამ მეორეს მხრივ ეფექტური იყო ეს ურთიერთობის მხრით. ეს ალბომების პერიოდი. მეც გამოვიარე გარკვეულწილად და მახსოვს და უფრო სწრაფად ხდებოდა პრობლემა, ვიდრე ახლა რას პინგ-პონგს თამაშობ ხანდახან და ძალიან მარტივი გასაგების საკითხი ხდება ხოლმე ისა. დაუშვათ ის მომენტიც არის, რომ ძალიან ბევრი არაკვალიფიცირებული სპეციალისტია შეიძლება და სამსახურის დაღლილია, რომ შედის თქვა უხარისხო პროექტები, კანონმდებლობისგან ძალიან გადახვევით შესრულებული პროექტები და მათაც ალბათ ვერ აუდგნენ საქმეებს, მაგრამ ისევ მაგათივე ინტერესია, რომ ხო ეფექტური გზა მოინახოს ხო კომუნიკაციის და ის პრობლემაც არ მოიფურება, რაც ახლა აფერხებს. ხო, არ ვიცი, რავი, ეს რაღაც შეხვედრების სერვისიც აქვს, მე მგონი, თავიდანვე რო შეკვეთას დავით იღებ. ოღონდ ნუ თავისთავად ესეც ხარჯია, რომელიც დამკვეთისთვის პრობლემა არის ხანდახან და ხო, ისე ჩვენ არ ქონია დიდი კომუნიკაცია, რომ მოგვეწვია ვინმე იქნებ შემდგომში შემდგომი გადაცემისთვის მოვიწვიოთ, ან ვიღაც აი ვინც რაღაცნაირად ოზით მერი და მერიაში მუშაობს და ჩახებულია. ერთ პასუხს გავცემ ნაწილობრივ, აი რობინ როდასვერტი 10 წუთის წინ უნდა იყოს თუ არა, ეს აი 255 დადგენილებას დაუბრუნდები, თუ რაც არის კანონი. უნდა იყოს თუ არა ეს დეტალური მოთხოვნები საჭირო პროექტის შეთანხმებისთვის. რა ეხლა დღეს რა ხდება? გინდა კორპუსი აიღო და გინდა საცხოვრებელი სახლი, ხო? ეს ის გააკეთებ ღერძების ზომები აწერე, მეტი არაფერი გააქვს, ვიშულები, ორი ფასადი, სამი ფასადი და ამით ათანხმებ პროექტს და მე აშენებ შეიძლება შენობა გაჭდეს 3 თუ 4 მილიონი, ხო? ანუ იმ ზღირებულება. კორპუსი შეგიძლია შეათანხმო, რაღაც 15 სართულიანი, 30 სართულიანი მარტო ესკიზის საფუძველზე, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ეგ მე ხარისხსაც ვეღარ აკონტროლებ და ყველაფერი იზიანდება, ხო, ქალაქი იზიანდება და შენობაც ხარისხიანი ვერ ამოდის ახლა. მე რაც ვიცი, ჩემი ერთი კოლეგა, ჩვენი კოლეგა პრაღაში მუშაობდა რა გარკვეული პერიოდიდან, ერთი საცხოვრებელი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შეათანხმა 6 თვე ანდომებდა, იმიტომ რომ მართლა იქაც მასია, რომ ყველა დეტალური პროექტები უნდა ჩაებარებინა და იმასაც დეტალურად ანგარიშომენტია ჩითავენ როგორ არის და მე რომ მოუწია ამ თქვათ სველი წერტილის გადაადგილება ან ბუხრის ერთი წერტილიდან მეორეში ისე თავიდან დაიწყო ეს ვალაკიდა და კიდე ერთი ნახევარი წელი მოუწია ამის დასრულება, ამიტომ ეს არ არის რომ ერთ თვეში პროექტი გამეკეთე, ერთ თვეში პროექტი შევათანხმოთ, არ არის, ანუ დამკვეთთან ერთად ნუასაც უნდა ესმოდეს და ეს პროექტები მართლა რეალურად დეტალურად უნდა დაიღეჭოს და მერე უნდა შევიდეს, ხო, ალბათ შესათანხმებად. ანუ აი რაღაცა კი, ნაწილობრივ გეთანხმები. უფრო აი მე აი კონკრეტულად კერძო სახლების კატეგორია, ინდივიდუალური თბილიანი საცხოვრებელი სახლების კუთხით ვფიქრობ, რომ ცოტა გადამეტებული რეგულაცია არის და ვალდებულება. იმიტომ რომ ბერხა პრაქტიკაში ყველას გექნებათ, რომ დამკვეთთან ერთად შეასრულეთ ობიექტი და მე იმენა აშენა იმდენი რამე შეცვალა, რომ რამდენად აზრი აქვს ხა საინჟინრო ისინი ეჭიროს უკვე ეს დოკუმენტისთვის გამოდის, ხო? უკვე რაღაც ეფექტური აღარ არის. აი, ერთ კითხვას დაგისმევ მაშინ, თქვა კერძო სახლია, ხო? ეხლა კერძო სახლზე როგორც წესი თუ დამკვეთის მოთხოვნა არ არის ხოლმე ელექტრობის და წყალგაყვანილობის და გათბობის პროექტები იშვიათად კეთდება, ხო? ნუ კი ბატონო, ეს როგორც წესი არ არის, ხო? წესი თუნდა გაკეთდეს. უნდა გაკეთდეს, არა ეხლა მე რო ადგილზე მივლენ და იქ რაღაცა რიგელს გაგითხრიან და გამოყოფენ რაღაც შახტას და რაღაც, ანუ პროექტი ზიანდება, ხო და შენც ვეღარაფერს ვეღარ ეუბნები და რაღაც და ხო აი ეგ არის რომ დამკვეთსაც უნდა აუხსნათ, არ ვიცი, ხარისხის და იმის მსჯელობის თემაა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ახლა უფრო ადვილია რომ დავაი ესკიზი შეაგდე და შეგითანხმებენ, მაგრამ რეალურად საქმისთვის არ არის მეგონი ეს კარგი, ხო? ხო აი ნაკუთი რა არის იცი? მიდი თქვი რობი. ხო არა, რა კუთხით ვამბობ, ეხლა ნუ აი ცენტრალური ვენტილაცია ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს
90% შემთხვევაში არ ჭირდება, ხო? ანუ ძალიან ერთეულ შემთხვევაში ეხა ელექტროობა აბსოლუტურად ისეთ საინჟინრო ქსელებზე დავდივართ, რომელიც ვარიანტში ერგება მარტივად ნებისმიერ არსებულ ვითარებას. აი ამებზე რამდენად სწორი არის, თქვა 200 კვადრატულიანი სახლი არ შეთანხმდეს ერთი თვით ან ორი თვით გვიან შეთანხმდეს ადამიანი ელოდოს ისეთ დოკუმენტს, რომელსაც რეალურად არ გამოიყენებს პრაქტიკაში. უნდა გამოიყენოს, ხო? ხო, მაგრამ ის თქვა ჩვენთან ეხა პრაქტიკა არის, რომ თქვა გათხოვებაზე ძენზე სპეციალისტი ადგილზე დაკვალავს და დაგსელავს და კი ხო ვიცი დასავლური სტანდარტით ეს ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ რაღაცა მიჯნა შეიძლება დავიჩინოთ იგივე კონსტრუქციულ თუ არ თხოვენ მეორე კლასის საცხოვრებელ სახლებს, ეს საინჟინროებიც გონია რომ ზედმეტი მოთხოვნა არის მეორე კლასის კატეგორიების შემთხვევაში. ხო, საინჟინროდ გააჩნია რა ნაწილი. მე მაგალითად პირადად მგონია რომ კონსტრუქციული ნაწილი უნდა იყოს სავალდებულო. იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი კლასია კონსტრუქციები დაცული უნდა იყოს თავიდანვე, მაგრამ შენთვის არ იყოს ახლა მეორე კლასის საცხოვრებელ სახლში იშვიათად ვინმე გაფრობა გაგრილების სისტემა დაამონტაჟოს. ხო, ჩვენ ხო ეკონომიურად ვარიბი პროგრამაა. აიცა პავლე რადიატორებს ხომ მაინც აყენებენ რა, ახლა ცენტრალურ კვადს დააყენებ და რადიატორებს მიუყენებ და ეგეც ხო გათხოვის სისტემაა უკვე რა. ანუ ისე მე ხა კი არ გეკამათებ, უბრალოდ გეკამათებ და რაღაცნაირად ამ საუბარში რა ვიცი ხო, საუბრობთ რა ეს არის. მოდი კომენტარებს დავიკითხავ მე. აი, გიორგი უბრალოდ თვით მაშინ თუ წაიკითხე. მერაბ დაუთაშვილი წერს კოლეგებო მერია არ არის ვალდებული კანონების მიღების ან ცვლილების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდონ. დარეგისტრირდი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე იქ მიუთითეთ თუ რომელი თემა გაინტერესებთ და ინფორმაცია მოგივათ როდესაც განახდება. კი გასაგებია ეს, მაგრამ საუბარი აქ იმაზე კი არ გვაქვს რომ ცვლილება შევიდა კანონში. ანუ ცვლილება რაც მოიტანს, ანუ შედეგობრივად რისი მომცემი უნდა იყოს ეს ცვლილება, ამისი განმარტება უნდა იყოს სწორედ. კანონი იურიდიული სახით გამართული ჩვენ არქიტექტორებს ნაკლებად გვაინტერესებს, ხო? და არც ვართ ის სფერო, რომელიც უნდა იყოს ამ კანონმდებლობაში ასე ჩახებული. და იქ რაღაცები ვქეკოთ დადგენილების 42 პუნქტის მესამე, ანუ რა შედეგი მოაქვს, რა უნდა ვიცოდეთ, აი ესეთი ძირითადი თეზისებიზე ვიყოთ საქმის კურსში. ხო და რატომ არის კარგი ეს ყველაფერი, რომ ჩვენს დამკვეთთან უფრო მარტივი გულს, ხო, აუხსნათ და დავაჯეროთ. ხო, კიდევ ერთ ვიტყოდი წეგანზე დროზე რასაც ვლაპარაკობდი, მთელი პრობლემა შეიქმნა, როდესაც არქიტექტურის სამსახური გადავიდა ელექტრონულ წარმოებაზე. მაშინ დადგინდა ვადები. რომ თურმე შესაძლებელი იყო პროექტი 20 კალენდარულ დღეში, სამუშაო დღეში შეთანხმებული იყო და დაჩქარების შემთხვევაში 3 დღეში მიიღებო პასუხი, ხო? ეს რა თქმა უნდა თავისთავად მოიცავდა კორუფციის ძალიან დიდ რისკებს და მთელი რიგ პრობლემებს, მაგრამ გარდა ამისა, სოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში და ნორმალურ ქალაქში არ ხდება ასეთი დაჩქარებული ტემპით პროექტების მიღება. თუ ვინმეს გონია რომ ეხლა ის კარგია რომ სწრაფად დახდება პროექტი, ქალაქზე რა შედეგიც გამოიტანა სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, აგერ გვაქვს და მაგალითი გვაქვს თვალწინ. ეხლა მე ერთ პასუხ ვკითხულობ ერთ კითხვას გიორგი ურაძეების ხარისხი, ვიზუალური მხარე, ეს არ თანხმდებაო, ჩვენთან რეალურად თანხმდება მხოლოდ კანონთან შესაბამისობა. კი, მასეა, უბრალოდ თუ ეს ჩვენი საპროექტო ობიექტი თუ როგორც არის პროექტი არის ზეგთა დაცვაში და თბილისის ცენტრში და რაც არეგულირებს ამ ზონას, მაშინ რა თქმა უნდა გადის სხვა ფილტრებსაც, ხო? ზეგთა და დაცვის ზონა, ეს საბჭო რომელიც არის, რომელზეც ვილაპარაკი ახლა შეხვედრის დასაწყისში და ისინი განიხილავენ, კარგად უცუდად ეს სხვა ამბავია და ეუბნებიან მოგწონს არ მოგწონს და ან რეგულები დაამატიან რაღაცა. ესეც რა თქმა უნდა მაგაზეც მუშაობდა მედიის სამსახურები, რომ რაღაცა დოკუმენტი მიიღოთ, როგორ უნდა იმუშაოს ძველ თბილისში, რა იქ ვერძე ძეგლია ის სიმაღლე გაითვალისწინო, მაგალითად სხივები ძველ თბილისში გაატარონ, ცოტა არ იყოს სასაცილოა, ხო, იქ სხვა რაღაცები უნდა იყოს რა დადგენილი და ახლა სადღაც გარეუბანში თქვათ დიღომში ან რა ვიცი მე ვალკეთილში რაღაცას აშენებ, თუ დაიცავი ყველა სხივი და ნორმა და ასე შემდეგ, ახლა იქ ვერ შეგეკამათება რა ანჯარა დუალი უნდა იყოს თუ სამკუთხედია უკვე არქიტექტორის გადასაწყვეტია. ეს არ შემდგოს. ხო, კიდევ გავაგრძელებ აქ შეკითხვებს, უпростоრეთ კომენტარებს. გეოინაცარიძემ დაწერა ძეგლთა დაცვის საბჭო, როგორც წესი, ურბანულ საკითხებს წყვეტს, ანუ სხვა კომპეტენციაში იჭრებაო, ამაზე აქვს საუბარი.
და კიდევ იმაზე რომ ძეგლთა დაცვის საბჭო დიდი ხანია организმის როტაცია არ ხდება ძეგლთა დაცვის საბჭოში, რომ ამაზე ვერ გეტყვით ყველაფერს არ ვიცი. კიდევ მე მქონდა ერთი შეხვედრა იყო 2 წლის წინ სამერის სამსახურში და რაღაცა იმ ცვლილებებზე და განსაკუთრებით ძველუბნებში როგორ მოვიქცეთ და ასე შემდეგ მე ასეთი შევთავაზე ასეთი წინააღმდება რომ ძველ თბილისში და ეს რო არის ქალაქის გეგმარებითი კარკასი რომ არსებობს აი რუსთავების გამზირი და ნუ აი ეს რაც მნიშვნელოვანია ძალიან ქალაქისთვის გაპირო ცენტრალური გამზირები და ხო გეგმარებით კარკასი ეძახიან რაც მნიშვნელოვანია ხედები და ასე შემდეგ ხო რომ გაპის გაცემის დროს იქ ჩაიწეროს რომ აუცილებლად პროექტი შეერჩეს იდეების ეს კონკურსის საფუძველზე რა ანუ დაავალდებულოს ეს მერიამ რომ დამკვეთმა გამოაცხადოს კონკურსი რა თქმა უნდა ცოტათი ესე ზერელეც შეხვდნენ ჩემ მოწოდებას მერიაში და რა თქმა უნდა შედეგიც არ მიუღია მაგრამ ზოგადად შეიძლება რაღაცა დოზით გაართულებს რა თქმა უნდა დამკვეთისთვის პროექტის შერჩევას, მაგრამ ხარისხობრივად და კონკურენციის თვალსაზრისით ისე კონკურსებს მიუბრუნდი ახლა. რა იცი? ჩვენ უნდა მოვეშვათ დამკვეთისთვის რაღაცა სასათბურო პირობების შექმნას. არა უშავს ტიპი რომელიც აპირებს 5 მილიონი მოიგოს 800,000-დან. ხო, არა უშავს ერთ თვეში მიიღებს იმ მშენებლობის ნებართვას და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე 4 თვის მერე მიიღოს. ეს და თითქმის პრობლემა იმაშია რომ როდესაც თვითონ სახელმწიფო უდგეს რომ იცით რა მე შენ ერთ თვეში მოვცემ პასუხს იმასაც ინტერესი აქვს ამისი რომ ერთ თვეში კონდეს პასუხი ერთ თვეში უნდა უკვე დასრულებული. მე მაგალითად ყველა ჩემს დამკვეთს ვეკვნევი ერთი და იგივე რამეს. კი, გასაგებია რომ იქ 20 კალენდარული დღე წერია, მაგრამ გარანტია არ გაქვთ რომ 3 თვის მერე თქვენ არქიტექტურული სამსახურიდან პასუხი გეკნებათ, იმიტომ რომ დაიწერებათ ბევრი ხარჯი. პაული, ნაწილობრივ გეთანხმები. ეს კალენდარიშვილმა დაწერა ესეთი რამე ორივე მუნიციპალურ სტრუქტურას დავალებული აქვს არქიტექტურის სამსახური. ითანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ინფორმირება დარგში არსებულ მდგომარეობასა და მომავალ პერსპექტივების შესახებ. ურბანული სამსახური დარგში არსებული მდგომარეობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება. თვლით რომ ინფორმირებულები ხართ, პირდაპირ გეტყვით რომ მე ვთვლი რომ არ ვარ ინფორმირებული, თუ რამე ინფორმაცია მაქვს არის იმის გამო რომ პრობლემა შემექმნა პროექტების შეთანხმებისას და მე გავეცანი, არ ვიცი მომავალში რა იგეგმება და როდის იგეგმება და ყველაფერს ვიგებ ესე ისე კოლეგებისაგან. კი, ასეა. რას დავამატებდი იცი ბოდიში არის. დამკვეთისახებ რომ ესე დამკვეთის სასათბურე პირობები კი ბატონო გეთანხმებით, მაგრამ ნაწილობრივ სერვისის მყიდველი არის დამკვეთი. იმ დამკვეთს რასაც რეალობას მიჩვეული არის, რასაც ხედავს, იქიდან გამომდინარე მოდის არქიტექტორთან ურთიერთობაში. შესაბამისად სამსახურმა და არა მარტო სამსახურმა მერიამ კიდევ უფრო მეტი ინფორმირება უნდა მოახდინოს ზოგადად ანუ ყველა ადამიანის ვინც პოტენციური დამკვეთია. ხო, ანუ ჩვენ შუამავალი რგოლი გვაქვს ფაქტობრივად ჩვენ გვიწევს მერე კონვერტაცია ამ ინფორმაციის დამკვეთამდე. და დამკვეთი კიდე რაღაც რეალობას არის მიჩვეული, გაუგია ვიღაცა მეცე შეატახმა, ვიღაცა იქ სწრაფად დააკეთა, ვიღაცას იქიდან მიეხმარნენ. ხო და მით უმეტეს აუცილებლობას ვხედავ მე რომ მერია უზრუნველყოს ეს რაღაც საინფორმაციო ელემენტარული პრეზენტაციები, რომ ხალხს კონდეს წარმოდგენა რასთან აქვს საქმე, როდესაც უნდა სახლის აშენება. ხო, ჩვენ გვიწევს და ჩვენ გამოვდივართ, რომ ჩვენ საქმეს ვაბუქებთ, ვართულებთ, რაღაცა ვაფასებთ, რომ მე ფასი მეტი ავიღოთ, რაღაც ეგეთი მომენტი რო არ იყოს. ხო, მერია ფიქრობს, რომ თავისი თვითონ სამართლებრივად და ყველანაირად იყოს დაცული, და იმის იქით, პრაქტიკულად ჩვენ დამკვეთი და არქიტექტორები ვართ ჭიდილში, ასე ვთქვათ. ბევრი საკითხში, რომელშიც შეუძლია მერიამ მოგვეხმაროს. კი, მართალი გაკეთდა. მარიონ-დისის კომენტარი არის, რომ გარდა საინჟინრო ნაწილში გეთანხმებით რომ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ასპექტიც არსებობს, რაც ძალიან ართულებს პროექტის შეთანხმების პროცესს, მაგალითად გამწვანება, სატრანსპორტო და გამწვანებასთან დაკავშირებით კი რომ რაღაცა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა რა მხრივ.
ხშირია შემთხვევები, როდესაც იმის გამო რომ გამწვანება კანონმდებლობით უშლის ხელს, საერთოდ სანამ მოხდება განაცხადით გაკეთება არქიტექტორთან მისვლა, დამკვეთის მიერ ხდება ნაკვეთზე არსებული ყველა ხის განადგურება. აი ეს შედეგი მოგვიტანა გამწვანების ვალდებულების ამ ფორმით შემოღებამ, რაც არის. უარესი რეალურად. ზუსტად. კიდე ერთი რაღაც მინდა დავამატო. აი იგივე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლების შემთხვევაში მეორე კლასს არ ეხება 51, მესამე კლასს ეხება 51. მე შეიძლება დავაპროექტო სამსართულიანი სახლი ერთი კიბით, რომელიც იქნება მეორე კლასი, ერთსართულიანი სახლი ორჯერ პატარა 8 მეტრიანი კონსტრუქციული მაგ. გავა მესამე კლასში შეეხება 51. აი დამკვეთს რანაირად უნდა გავაგებინო მე რომ აი რა მიზეზით ეხება 51 ესეთ პატარა ობიექტს. როცა ვიღაცა სამსართულიანი სახლი უდგას და არანაირი სახანძრო ევაკუაცია ხო იმის კერძო სახლი არის და ამ დროს რაღაც პატარა მოცულობაზე მე ვთხოვ რომ რაღაც უნდა დაუკეთოთ ცალკე ექსპერტს, აი ცოტა ისეთი მომენტი. ეს ანუ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შორის მე საერთოდ კლასს წავშლიდი. აი რამდენად საჭირო არის ეს მეორე მესამე კლასის არსებობა, როცა საუბარია ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლზე. მე მგონი ეს თემა ცოტა უფრო უნდა გამოთავისუფლდეს. იმიტომ რომ აქ იმდენად ერთი ადამიანის კერძო ინტერესებზეა საუბარი, რომ უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს. რავი, რას ფიქრობთ ამ ამბავზე? ხო, ალბათ, აი მაგალითად იგივე პირველი კლასი ხო რაზეც იყოს ლაპარაკი. ეს არის იმდენად მცირე ობიექტი, მცირე შემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, ხო? მოდით ვთქვათ პირდაპირ და ამ დროს ისეთ ვალდებულებებს ვაძლევთ, რომელსაც მაინც ვერ გააკეთებს. ანუ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჯერი კონდეს თავზე, ელემენტარული პირობები შეიქმნას და ამ დროს ვალდებულებას ვაძლევთ ისეთ, რასაც მაინც ვერ შეასრულებს. ანუ რა ვშლებით, თავიდანვე ჯარიმაზე გაყავს. ხო და აი საინტერესო რეალობაა, რომ მერიას ნებისმიერ ასპექტს უჭირს აღსრულების ფაზაში. ყველა ეს ზედამხედველობას შეეხება თუ ნებისმიერი კომპონენტი, ანუ მერის ინსტრუმენტები რაც არის აღსრულების ფაზაში იჭირდება, სწორედ ამ მიზეზით, რომ ჩვენ ვართ ეკონომიურად ღარიბი, ანუ გაჭირვებული მოსახლეობა ყავს, ვიღაცა მორიკაბი კი რაღაცა ძლივს ჭერი შეიქმნა და პრაქტიკულად ჩვენ უნდა გაწირო. შესაბამისად, როცა აღსრულების ფაზაში მერია მაინც იჭრდება, რამდენად აუცილებელია ამხელა ბიუროკრატია, პროცესის თქვათ. ანუ აი უფრო მოსაძებნი არის ეს საჯღვრები ჩემი აზრით. ანუ მე ვემხრობი, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ფუნქციის შენობებზე, მრავალბინიანებზე ბევრი ეს შემოღებული, ძალიან ბევრი რაღაც მომტონს, მაგრამ მოსაძებნი არის უფრო კონკრეტული ზღვარი, ანუ უფრო აი ესეთი საცარგებლო ზღვარი. ანუ აი ხო და ეს დისკუსიის შედეგად უნდა მივიხდი ამ ყველაფრისთვის, რომელიც არ ყოფილა და ეხლა ჩვენ უკვე არსებულ რეალობაზე გამართობთ და ალბათ უიმედოდაც, იმიტომ რომ რამდენად შედეგს მივახდევთ, არ ვარ დარწმუნებული. აი ეხლა იყო მაგალითად ვალიკოს კომენტარი ბათუმში გარდა 255 დადგენილების და შემოიღეს 260 და 271 დადგენილებები. ერთი დადგენილების გაცნობას ვერ ვასწრებთ, რომ უკვე ახალი დადგენილება შემოდისო. ხო, ესეც არის უსისტემობა, რომ რაღაცა წინ ირინამაც აღნიშნა, რომ ზუსტად აი ეს მომენტი, როდესაც რამდენიმე დადგენილება ერთდროულად ერთმანეთის მიყოლებით შემოდის ძალაში. ხო, კიდევ ერთი რაც შეეხება, აი თუ თქვათ ეს საინჟინრო ნაწილის მოთხოვნა იგივე პირველი კლასის საცხოვრებელი სახლებისთვის, იმაზეა გათვლილი, რომ ქალაქმა უარი თქვას სუბურბანიზაციაზე, ხო, რასაც ხედავთ თბილისის გარშემო და თბილისში არსებული თავისუფალი არეალების ათვისება საცხოვრებელი მიზნით, ხო? თუ ამაზე გვინდა უარის თქმა, ეს არასწორი მდგომარეა. მაშინ პირდაპირ ვთქვათ, რომ არ არის ეს მისაღები ქალაქისთვის და შევქმნათ მაშინ იაფის საცხოვრისის ფონდი, სახელმწიფო პროგრამა შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ბინა იყიდოს ისეთ ძვირადღირებულ კომპლექსებში, როგორც ახლა შენდება, კონდეს შესაძლებლობა თუნდაც მუნიციპალიტეტის ან საჯარო მოხელეც იაფის საცხოვრებელი შეიძინოს სახელმწიფოს მიერ აშენებულ კომპლექსებში. მაშინ ამით დავაბალანსოთ, თუ ცოტა სხვაგან წავედი, მაგრამ თუ ამაზეა საუბარი. ეგ როგორი თემაა, იცი? ანუ მაგაზე მოსახლეობასთან საუბარია საჭირო და რაც რეალურად რაც დაკვეთა არსებობს ქვეყანაში, იმის მიხედვით უნდა დაარეგულიროს. ანუ შენ ხო ვერ გადაუწყდავ ადამიანებს დაუნდოდეთ.
ადამიანებისგან უნდა მოისმინო რა უნდათ და იმას მოვალგო მე შენ ეფექტური ინსტრუმენტი ის შედეგის მისაღებად. თავი მე ესე მგონია. ხო, არა, რაღაც პოზიცია თუ აექნება ქალაქს რაღაცა კონკრეტული მიდგომის, ზუსტად ეგ არის გადაწყვეტა არის, ხო, შენ თავაზობ შენ ხედვას და იმ ხედვაში უნდა ჩაჯდეს, იმიტომ რომ სხვანაირად არ წარმოგიდგენია ქალაქს, მაგრამ ეს ხედვაც რო არ არის. მაგრამ მაგაზე ხო არ გველაპარაკება. მიიღეს რაღაცა რეგულაციები, რომელმაც უნდა შეიძლება ბიძგი მიცეს მაგას. მაგრამ არ ჯობია მაშინ მაგაზე ჯერ დაგველაპარაკე, ვიმშელოთ და მე გადაწყვეტს, ხო? ესე იმიტომ რომ რეგულაცია მაიძულოს ცხოვრების წესი შეუცვალო, არასწორი მგონია. ანუ მე მოსახლეობის თემა რო შემოვიდა, მაშინ რომ ლოჯია არ შედიოდა კოეფიციენტში, მაგრამ აივანი არ შედიოდა კოეფიციენტში. გახსოვთ რა მოხდა თბილისში ეს აშენებულ კორპუსებს გვერდებზე გამოჭრილი რო აქვს სარკმლები, ლოჯიები რო არ ყოფილიყო და აივანებად ჩათვლილიყო. აი ეს არის რა, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, ჯერ უნდა იყოს წინასწარი ანალიზი, რა შედეგს მოიტანს. ხო, ადამიანი ყოველთვის პოულობს რაღაცა შემოსავალ გზას, რაც სურვილი აქვს ის გააკეთოს. არ მგონია, აი ეფექტს არ მოაქვს ეფექტი ესე რეგულაციებით, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არ მაქვს ეფექტი, მაინც ის მოხდება, რაც ადამიანებს უნდა, იმიტომ რომ ყველა ერთხელ ცხოვრობს, ერთხელ უნდა სახლი, რაც არ უნდა თქვათ ახალისება გააკეთო რაღაც ამბების გამოძებნის ფორმას, რა ფორმითაც დაარღვევს და ისე ააშენებს. აი ეს ზედამხედველობა პატრულებით ხო არ დადის, რომ ვიღაცას მიადგეს. დარღვევები მოიმატებს დაუშვათ მაგ სიტუაციაში. ხო რავი, აი რაღაც უფრო დარღვევებზე ესეთ პოზიცია გაუჩნდათ უკვე ჩვენს მოქალაქეებს, რომ რა იცი, აი მაინც ხომ ხდება ამინისტიები, უკვე ორჯერ მოხდა, როდესაც დარღვევით აშენებული ლეგალიზების უფლება მისცეს ქალაქში, ამიტომ იქნებ მომავალშიც გაჩნდეს ეს პრეცედენტი და კიდევ ერთხელ მოხდეს, ამიტომ რა პრობლემაა, მოდი დღეს დარღვევით ავაშენებთ და ოდესმე ამას ჩაიბარებენ. ეს პოზიცია აქვს სამწუხაროდ. ხო, მათ მავნე პრაქტიკა მარჩენების ამბებმა მოიტანა, ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა ხოლმე ეს ამინისტია, რომელიც ადამიანთა კეთილ განწყობას ემსახურება და ხო, ნუ ეს უკვე ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიდის ეს ამბავი, ხა პოლიტიკაში არ გადავალთ ხა. კომპლექსური ამბავია. ზოგადად კომპლექსური თემა არის ზუსტად, ხო, ანუ გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე რაღაცა ლოკალური პრობლემის გადასაჭრელად და არ არის გათვლა იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს ცოტა უფრო ვრცელ პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში. ხო, ზუსტად. ხო, ეხლა ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ბევრს არ ესმის განსაკუთრებით ეს დამკვეთებს და პრინციპში არქიტექტორებსაც არ ესმის, რომ აი როდის იყო 5-6 წლის წინ იყო, რომ ეს ხატური სახლის ანამაშენდებოდა, იქ რა თქმა უნდა ეს პროექტი რო წარმოადგინეს, მე პროექტს არ ვეხები ახლა, ნუ ახლდა რაღაცა დოზით პროტესტი ხო, რომ არ მინდა ეს შენობა, წვდია, გამოცხადდეს კონკურსი, ასე ისე და ნუ რა თქმა უნდა ინვესტია და გლობალის მხრიდან, ვინც იყო დამკვეთი, წამოვიდა ასეთი კომენტარი და საერთოდ კომენტარიც აყოლმე Facebook-ში, რომ აგირეთ ეს ჩემი შენობაა, ფულს მე ვიხდი, მე ვაშენებ კანონში ვჯდები, ყველაფერი სხივი აქეთ-იქით კოეფიციენტს ვაკმაყოფილებ, თქვენ რა ხო რა, ჩემთვის ვიშენებ რა, ანუ რა გინდათ საერთოდ დავით აგვანებით, მე და ჩვენ ასეთი ლოზუნგი ქონდა რა, რაღაც დევიზი, რომ ნაკვეთი შენია, მაგრამ ქალაქი ჩვენია რა, და შენ რო აშენებ რაღაცას და აქ ტოვებ, არ აშენებ ერთი თვითან, ერთი წლით, ხო ეს დროებითი რო იყოს მესმის შეიძლება აიღოს შემდეგ სეზონში აღარ იყოს და მორჩა, მაგრამ ეს შენდება 100-200 და შეიძლება 3-4 საუკუნე დარჩეს, ხო იმ ადგილას და ანუ ეს რო აშენებ არქიტექტურას ეგ არის, რო აშენე ქალაქ, ანუ შენობებს კი დაგრავ, მაგრამ მე სივრცე იქნება და ამ სივრცით უკვე მთელი უკვე შეეჩვევი და ეს ანუ ადამიანს სხვა გადადიხარ, ამ საზოგადოების სივრცეში შედიხარ, ხო შენი მშენებლობით და შენი გადაწყვეტილებით, ამიტომ მარტო შენი არა ეს ნაკვეთი გასაგებია შენია, მაგრამ ეს ხეს მოჭრი და ბეტონის კედელს გააკრავ, ანუ სხვასაც აზიანებ, ამიტომ არის რთული ეს ჩვენი პროფესია და ამიტომ არის რომ არა ერთ კვირაში და 5 დღეში და ერთ დღეში მშენებლობის პროექტები არ უნდა გაეცეს და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან ადგილებში უნდა მოხდეს ამის საერთოდ განხილვა, საჯარო განხილვები და ასე შემდეგ. ანუ ეს ზოგადად მე ხარ და
რა თქმა უნდა ეს კანონებიც უნდა გართულდეს და არა ისე როგორც წინა მთავრობამ საერთოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა და არქიტექტურული კონსტრუქტორ შეუძლია ხა შენობები დაამტკიცოს და სხვა სპეციალურ ექიმებს და რა ვიცი ადვოკატებს. ცალკე საკითხია კიდე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ცალკე არის, მაგრამ როგორ არის ახლა კონსტრუქტორი და კიდე სხვა სპეციალისტები, რომელიც ისწავლეს ეს კანონები და აპროექტებენ და აშენებენ ამ სახლებს და ანუ არა განათლება, ნუ ისი არქიტექტი იცის და ამუღამა რენდერი ან ვიღაცას ფულს გადაუხდის და აკეთებს, ანუ და მე რა თქმა უნდა ქალაქი ზიანდება, მე ამობენ რომ ეს ჩააბეტონდეს ქალაქი, რა თქმა უნდა არქიტექტორები ცოდავთ და ყველა ცოდავთ, მაგრამ ხო და მოგეთ ამ თემას რომ მივყვეთ შეიძლება დავიბრუნეთ იმდენ ადგილას მიდის ეს პრობლემა რა, თუმცა ერთ ადგილას მიდის ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემაა, რომელიც საბოლოო ჯამში ისე ვიკითხვის რომ ჩვენი სიტყვა არ გვეთქმის და ჩვენ პროფესიას ეხლა მართავს იურისტი მაგალითად. ხო, ანუ იურისტმა დაგვიწერა კოდექსი არქიტექტორებთან დიდ აფროფინან ჩართული, ამიტომ მე თავისი შეხედულებით რაღაცები დაწერა, კარგია, რაღაცა ცუდია, შეიძლება რაღაც არ მოხდეს, მაგრამ არც ვიცოდით რომ ეს იყო, ხო, მე არ ვიცოდი მაგალითად, ნუ არც მეცალა ალბათ ამისთვის, უნდა მომწოდოდა, ხო, არის პრიორიტეტების თემა მოვიდეთ. ძალიან ბევრი გადადგმული კი, მართალ ამბობ, აი ეს რაც მხატვრის სახლის შემთხვევაში რა თქმა უნდა ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებზე ცალსახად სხვა მდგომა უნდა იყოს, მაგრამ აიგივე რეგულაციების კუთხით რო ვთქვათ, სატრანსპორტო სქემა მიგონი კომენტარებშიც დაწერეს. ვიცით რომ ქალაქში არის თქვათ სატრანსპორტო რთული კვანძები, სადაც ობიექტი თუ კეთდება აუცილებლად უნდა დამუშავდეს ეს ამბავი, მაგრამ აი დიდი ხომში თქვათ ნაკვეთს რომელსაც წინ უდავთ გზა გადის და ერთი შესასვლელი ჭირდება, იმას რაც უნდა სატრანსპორტო სქემის აი ეს ანალიზი და ну ნანახი მაქვს რაც კეთდება ხო შეთანხმების პერიოდში, მაგრამ აი რეალურად რამდენად ეს საჭირო დოკუმენტია რომ პროექტი ერთოდეს ჩვენთვის გაუგებარია. ეს ცოტა სიგიჟეა. სატრანსპორტო სქემა გააკეთო, თქვათ, ყველამ თავის კონჩის სატრანსპორტო სქემა გააკეთოს თავიანთ ნაკვეთებზე, ну ერთიანი მოსაზრება უნდა არსებობდეს და ქალაქში როგორია სატრანსპორტო სქემა ხო და მე პეკინზე რაღაც დავაპროექტე და შენ სამი კვარტალის იქით, სახლის იქით, იქაც დააპროექტე ცალკე სქემა გააკეთო, ну ყოველგვარ ლოგიკას და ესე თუმცა გუშინ მოვისმინე რომ თითქოს აპირებენ ამ სქემის ამოღებას გერგების შეთანხმების დროს, არ ვიცი, აი გერგებზე უნდა მეთქვა ახლა ზუსტად, მაგალითად გზაში გვაქვს პროექტი ჩვენთან ოფისში, რომლის გარშემოც არის რამდენიმე გერგე დამუშავებული, ჩვენც გერგეთი გავაკეთეთ და ჩვენ შევეცადეთ მოვგებოდით წინა გერგების სატრანსპორტო სქემებს. მაგრამ ალბათ მომავალში ვის დაამუშავა, იქიდან საერთოდ არ გაითვალისწინა ის რა სქემები ჰქონდა, ან ჩვენამდე გაკეთეთ, ჩვენ რაც ჰქონდა და საერთოდ თავისი სქემა გააკეთა კიდე. აი ერთმანეთთან შეუსაბამო ცალკე თემაა კიდე. ბევრი პრობლემებია. აქ რამე კითხვები კიდე მე ვერ ხედავ შესაკითხულობ ამ კითხვებს, იმიტომ რომ ბევრად გასაგებია. ლაივი გავხსენი, ეს თვითონ ლაივი უში და იქ ჩანს. ხო, არ ვიცი, აი კიდე ახლა გავყვეთ ამაზე საუბარს. კიდე რა შეიძლება არის ბევრი პრობლემებია რა, ახლა ძალიან სასაცილო პრობლემებიც არის ხოლმე, მაგალითად, რომ მერია იხოს რენდერებზე ნიშნულების დაწერას. ახლა ძალიან რაშუაშია, მაგრამ ეგ იყო რომ რაშუაში ახლა რენდერზე რა თქმა უნდა ეწეროს ნიშნული ხო სიტყვაზე რა, თუ ნიშნულების ნახვა გინდა გახსენი ფასადი და დაინახავ რა უბრალოდ. ახლა მაშინდელო ქალაქის მერმა არის ოდან ახაზების კითხვა ეთქობა და აბა რა სიმაღლეა შენობა და შეხედა რენდერს და მოითხოვა რომ ფაქტურები მიაწერეთ რენდერზე. ანუ რაღაც ესეთი ქაოსურად იმართება ეს ჩვენი ეს სასაცილო მხარვეზებზე გამოვყოფი არსებული სიტუაციის ფოტოები, რომელიც 20 დღიან მონაკვეთში შეიძლება მოგთხოვონ მეორეთაც და განახლებული წარადგინოს. აი ეს არცაც სიმართლეებითაც მე ვერ ვხვდები, ალბათ არგენტობიან და ხო არ დაიწყენ შემეძლება. აი საჭიროა ვიღაცა განახლება. პავლე შენ ქონდა ხო საინტერესო შემთხვევა მაგ შემთხვევაში? კი, მოყვე. ესეთი სიტუაცია მქონდა, რომ ჯგუფშიც დავწერე ადრე. მერიაში პირველად ესკიზის შეთანხმებაზე შევიტანეთ პროექტი, ზაფხული იყო, გავაკეთეთ არსებულ სიტუაციაში მონტაჟი, სურათზე, წარმოადგინეთ ყველაფერი, ესკიზზე თანხმობა რომ მივიღეთ, დავიწყეთ მუშაობა. ჯერ იყო დემონტაჟის პროექტი გასაკეთებელი, რომელიც მერიამ 1000 ხარვეზით
გაგვიჩერა. მე იყო უკვე გაპისაღება და გაპისაღებაზე 1000 ცვლილება გახდა საჭირო, იმიტომ რომ ახალი დადგენილებები შემოვიდა ძალაში, მთელი რიგი ცვლილებები და დადგა ამასობაში ზამთარი. პროექტი როდესაც შევიტანეთ დამტკიცებაზე, უკვე თოვლი იყო წანებში ალაპარაკი პროექტზე. თოვლი არის სურათები და ის მონტაჟები, რომელიც ზაფხულშია გაკეთებული და მომთხოვეს, რომ არასეზონური რენდერები გაქვთ და წარმოდგენილიო. საბოლოო ჯამში მე განმარტებითი ბარათი დავუწერე და უკან წაიღეს თავიანთი ხარვეზი და ვთვლი, რომ რაღაცა ესეთ არაადეკვატურ ხარვეზს როცა ვიწერს არქიტექტურის სამსახური, აუცილებლად უნდა გავაპროტესტო, თორემ როდესაც ერთი არქიტექტორი ეთანხმება, გამოდის რომ იქნება პრეცედენტი და მე უკვე ყველა სხვას თხოვენ ამას. მე ინჟინერებს პატეჟებს არც გამიგია, რომ ინვესტიციის მოეთხოვა კიდე ეს სისულელე სეზონური წვიმაში და ვაჭექა ფუხილში გადაღებული რენდერები არის. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეს ბოდიშირობი დრონები რო შემოვიდა მასადის და მოგეთ რამოდენიმე პროექტ შეთანხმებაზე დრონით გადაღებულ მონტაჟსაც ითხოვდნენ. შეიძლება ხა მართლა თუ პროექტი არის ესეთი რომ მეხუთე ფასადი აქვს და მნიშვნელოვანია დრონით კი არა რა ვიცი მაგეთით უნდა გააკეთო და მაგეთით უნდა მოითხოვოს ახლა ისე ვამბობდნენ და უბრალოდ აი გაუთხოთ როგორც ხედავთ ნებისმიერ მასადის შეთანხმებაზე დრონით ითხოვდნენ მახსოვს მაგრამ მე მგონი გაჩერდნენ იმას თქონია ეგეთი შემთხვევა ხო მე იმის თქვა მინდოდა რომ ეს სამსახურს რო აქვს დამოკიდებულება თქვა განმეორებით ხარვეზე რომ განუხილოს გიტოვოს ეს ახლა დავუშვათ მე იმდენი გამოცდილება დამეგროვდა რომ არ მეშინია რომ ჩამივარდება პროექტი ამ კუთხით მაგრამ ზოგ შეიძლება ეს სტრესულ მომენტში ამყოფოს ხო რაღაცა აი რამდენად სწორი არის ეს მიდგომა რომ ისინი ხვდები რომ ამით ფილტრავენ ცოტა უფასწულისგებლო სპეციალისტებს რომელიც არ აქცევს ყურადღებას სამსახურის ხარვეზებს მეორეც თუ შეიძლება სამსახურით წოდავდეს რაღაც კომპონენტში და ეს სტრესული გარემო რომ აი შეგეშლება და მე შენ განახოს დაგიტოვებ ადამიანი ხო შემოსავლით არის დამოკიდებული ამ პროექტის შეთანხმებაზე და რამდენად ადამიანური არის საერთოდ ესეთი დამოკიდებულება მაგას ჯობია ამ გაჯანსაღებაზე იმუშაონ და არა რაღაცა ფილტრების დაღენებაზე. რადგან ისა ზოგადად ეს დაუსრულებელი ხარვეზების თემა ყველას აქვს ეს შემთხვევა, როდესაც თქვათ მოგდის მესამედ, მეოთხედ ისეთი ხარვეზი, რომელიც შეიძლება პირველი ხარვეზის დროს დაწერილიყო, ხო? მე ვიცი, მერიაში მუშაობდა ადრე ერთ-ერთი ფოტოშოპის ჩემი და რობის კურსელი, რომელსაც ჰქონდა ესეთი ხედვა, რომ წერდა მარტო ერთ ხარვეზს და მიდგომა ჰქონდა ესეთი, რომ ყველა რაც შეიძლებოდა დაწერილიყო, ყოფილიყო იმ ერთ ხარვეზში. ასეთი პოზიცია დღეს არ არის სამწუხაროდ მერიაში და რაღაცა ისეთი ელემენტარული ხარვეზი რაც შეიძლებოდა პირველი შემთხვევაში დაწერილიყო, იწერება მესამე, მეოთხე ჯერ რაღაც გადანახულ ხარვეზებს უფრო გავს. კი, ეგ მომენტიც არის ხოლმე. ხო, ახლა კიდე ბოდიშირობი კიდე მეც ვიცი, რომ იქ ერთ ადამიანს ვისაც დაეწერება ეს პროექტი, სულ რაღაც 10-15 წუთია რო განიხილოს და მე ანუ იმდენად მცირე კადრია, იმდენ მცირე რაოდენობაა, რომ პროექტი რო სხვისი პროექტი რო განიხილო, ერთი დღე კი არა, შეიძლება ერთი კვირა დაგჭირდეს, ხო, გაეცნო კარგად. იქ რაღაც დაინახა, წითელი ხაზი აყრია, ხარვეზი დაწერა, თუ მიუბრუნდება, მე კიდე ნახავს რაღაცას, რო ვთქვა. ალბათ ასეთი მიდგომებიც არის, ხო, იმიტომ რომ თუ რაღაც ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს, მე მიდის დარეკვები ხო არა ჯერ ჩემ პროექტი განიხილე რაღაც ალბათ რა ეხლა იმიტომ რომ ისეთი რომ ვიცით რომ ჩვენთან კომუნიკაცია ესეთი ჩაკეტილია სულ რაღაცა ვარაუდობა გვიწევს რომ ან კორუფცია ამის არის მაგრამ ნუ არა პროფესიონალი ვარ ბევრი ხელი შემშლელი პირობებია ხო იყო ლაპარაკი სერტიფიცირებაზეც იყო მე ლაპარაკი რომ მერიას უნდა გააკეთებინა სერტიფიცირება ნუ მე აღმოჩნდა რომ არ უნდა გააკეთოს მე ეკონომიკის სამინისტრო მე კავშირი მე რა ვიცი საგამოსტო ცენტრი. მე გადაეცა 10. აი შეგაწყვეტინეთ. იგივე არის სერტიფიცირებას როცა მერია გამოიჩინა ინიციატივა. მშვენიერი პრეზენტაცია, მშვენიერი მომწვალებს რაღაც პრეზენტაცია ხომ მოამზადეს. ხო, ჩვენთვის ინფორმირება მოხდეთ. ანალოგიური ინფორმირება გააკეთოს სხვა რეგულაციების შემოღების დროს. ესე იგი, ნუ რეალურად თავიანთი ინტერესი უპირატესი არის და არ აინტერესებს ხო მაგათი განსახილველია ჩვენგან წასული პროექტები. რაც მეტად ინფორმირებას მოახდენთ, ხო თვითონ მოადგილდებათ საქმე. რა ეს შედი მაცნე გოუჯზე და ნახე და ეს რასაჭირო არის. ჩემთვის მარტივია, ანუ მე ოჯახში იურისტი მყავს, მეუღლე ძალიან მარტივად ნახულობ ყველაფერს, მაგრამ ყველას ეს აღწევია ხო და
ხო და მე ანუ მომისმენია ცოტა პატარა ჩემთან შედარებით ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება რომ ძალიან აშინებს ეს რეგულაცია და მართლა ხა იურისტის გონება ყველას არ აქვს უცბად აღღვავოს ამ რეგულაციას და როგორი ენითაც არის დაწერილი ყველამ კარგად ვიცით ამდენიმე წაკითხვა ჭირდება რომ აზრი გამოიტანოს ოდეში მეგობრებო მე უნდა დახტო თქვენ გააგზავნეთ საუბარი და ნუ მე დავასრულებთ ხოლმე ამ იმას მაგრამ მე რაღაც პატარა შეხვედრა მალევე დავასრულებთ ალბათ დღეს უფრო ესეთი მოთელვითი ლაივი გქონდა მაინც რომ რაღაცა დაგვეწყო საუბარი ამ თემაზე რომელიც ყველას გვაწუხებს და რა თავარია მე მინდა ხაზი გავუსვარას რომ დღეს თითქოს გაყოფილი არის ჩვენი საზოგადოება არქიტექტურული ნაწილი აი მერიაში მომუშავეები და გარეთ მომუშავეები თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებულები ვართ არადა ორივე წარმოვადგეთ ერთი პროფესიას ჩვენი მეგობრები ძალიან ახლობელი ადამიანები მუშაობენ მერიაში რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვერ საუბრობენ სამწუხაროდ იმიტომ რომ მათ აქვს რისკი საკუთარი სამსახურის დაკარგვის იმიტომ რომ ერთმა რო რამე თქვას მეორე დღეს იქ აღარ იმუშავებს აი ამ პრობლემების წინაშე შედგან ამის ხალხი მესმის ისიც რომ თავზე საყრელი აქვს საქმეები და მაგალითად ახალი წლის 31-ში 8 საათი იყოს საღამოსი რომ ხარვეზი მივიღე ისეთ პროექტზე რომელზეც არანაირი რეაქცია არ მქონდა ხარვეზი დაიწერებოდა თუ არ დაიწერებოდა დიდად არ იყო პრობლემატური ჩემთვის უბრალოდ ძალიან შემეცოდა ის ადამიანი რომელიც 31-ში 8 საათზე ჯერ კიდევ სამსახურში იყო და ხარვეზს წერდა ხო აი ესეც გასათვალისწინებელია ამ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც როგორ წურავს სახელმწიფო სამსახური რომელშიც მუშაობა უნდა იყოს რაღაცა ესეთი პრესტიჯის ალექსი კი სახელმწიფო სამსახურები ყველაზე კარგი სამსახური ეგ არის ხო წეს ჩვენ ქვეყანას სამსახურებსაც და მაგრამ ეთანხმები უნდა იყოს მაგრამ რო არ არის ხო ანუ სწორედ ძალიან ბევრი საკითხია რომელიც აი რაიცი გარედან სხვანაირად ჩანს შიგნიდან კიდე სხვანაირად ჩანს მაქვს ხოლმე ურთიერთობა ხშირი ჩემ მეგობრებთან ვინც მერიაში მუშაობს და თუ იქნება შესაძლებელი რომ ჩვენ ვთქვათ მერის წარმომადგენელი უნდა მოვიწვიოთ ვინც გაგცემს პასუხებს რაღაც ამ შეკითხვებზე ან ჯგუფის წევრებს ვინც არიან სხვათა შორის მერის წარმომადგენლები და მათაც შეუძლიათ თავიანთი შეხედულება გადაწერონ მეგონი დავიწყოთ ამაზე არქიტექტორებმა საუბარი ეს ნუ დისკუსიაში გადაიზრდება რაღაცა უფრო სხვა ფორმატს მივიღებთ თუ რა შევხედოთ რა იქნება მთავარია რომ ის თემა რაც ძალიან გვაწყობს იყოს წამოწეული მათი აზრით მოსმენა ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ იქნება ჩვენ გვეშლება ძალიან ბევრი რაღაცა და დაგულაპარაკონ რაღაცები სხვანაირად დაგვანახონ ჩვენს გადავიაზრებთ ხო არ შეიძლება ესე რომ რაღაცა კეთილი იყოს ჩვენ შორის და ერთმანეთს უმტკიცოთ რომ მე მართალი ვარ არა მართალი ვარ და ხო მაგალითად ერთსაუბრის შევკიდე დათოსაც როსაბათ დათო ჩვენ თუ გეჩქარება შეგიძლია არა მაქვს ეს რამდენიმე წლის წინ იყო მართალია მაგრამ მქონდა ესეთი შემთხვევა როდესაც ხარვეზი დამიწერეს კორექტირებულ პროექტზე ანუ კაერტის განსაზღვრაზე როდესაც პროექტი შეთანხმებისას შეითანხმეს და მე კაერტის განსაზღვრა სხვანაირად მოთხოვეს კორექტირების დრო პროექტზე რომელიც შეიძლება უკვე 3 საფეხური აჩენებული და მერიაში მივედი მაშინ მეშვიდე ოთახი იყო და ვეკითხები რომ თუ თქვათ თავის დროზე შეთანხმებისას ეს K1 ასე ითვლებოდა ეხლა რატომ მეთვლება სხვანაირად როცა იგივე პროექტი მაქვს შემოტანილი თან დაწყებულია მშენებლობა პასუხი იყო ესეთი იცით რა კანონში ისე წერია რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად შეუძლია გაგება და მაშინ შემსრულებელმა სხვანაირად გაიგო ეხლა სხვანაირად გაიგო და შანსი არ აქვს ასე უნდა გააკეთოთ ბოლოს იმდენად თავი გაჭედილები რომ დავჭირდა 11 კვადრატული სახელმწიფო მიწის დვა მომიჯნავეთ და მიერთება რომ K1 გასწორებულიყო იმიტომ რომ შენებარი პროექტი ვეღარ არც კარაქი არ არის ჩამოვაჭრათ და ვერანაირად ვერ გავფართოვდებოდი ხო ესეთი სასაცილო შემთხვევებიც არის ხოლმე კი სამწუხაროდ ბევრი იმას კარგი ალბათ დღეს მემონდელი შეხვედრა შეგვიძლია დამთავრებულად Robert, მადლობა დიდი შენი. პირიქით მადლობა. მადლობა და შემდგომში შემდეგ უჩაბაც ისევ შევხვდებით.
არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით. პრინციპში ამაში თქვენც უნდა მიიღოთ ალბათ მონაწილეობა, რომ რა ვიცი, გამოვიდეთ კონტაქტზე და და კიდევ ჩვენს კოლეგებს მადლობა, იმიტომ რომ დღეს ყველაზე უფრო მეტად ჩართულები იყვნენ მართალია ესეთი სენსიტიური საკითხია, რომელიც მართლაც გვექება და ზუსტად ეს ჩართულობა გვინდა რომ იყოს ყოველთვის. ჩვენი პროფესიული საზოგადოების გამოცდილებით და გამოგრძებით თუ შევცვლით ჩვენ რა ისტორია. როდესაც ჩვენ ვართ ჩუმად, ჩვენს მაგიას სწავლობს სხვა ვიღაცა იურისტი, ვიღაცა მენეჯერი, ვისაც არქიტექტურაში არაფერი დაიგება და გონია რომ არქიტექტორი ქვია. იბრალებს არქიტექტორებს. კი ბატონო, აბა გადავიდეთ შევხვდებით შემდეგ უჩაბოც. ნახავთ. და გამოვთქო. აჰა, გამოვთქო.